მოგესალმებათ ლიკალო მასწავლებელი საკურას აკადემიიდან. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩინური ენის გაკვეთილზე. დღევანდელი ჩვენი სალაპარაკო ჩინური ენის თემა არის ტაქსი და კომუნიკაცია ტაქსის მსხოლთან. თუ როგორ შეგვიძლია სხვადასხვა კომუნიკაცია გქონდეს ტაქსის მსხოლთან. საკმაოდ მარტივი იეროგლიფებია, საკმაოდ მარტივი წინადადებებია და რაც თავარი არის გამოსადეგი. მოდი ნელ-ნელა გავუყვეთ, ჯერ მოусმინოთ მასალას, რაზე გვაქვს საუბარი და შემდგომ უკვე გავარჩიოთ ცალ-ცალკე იეროგლიფები. მაქსიმალური ყურადღებით ვიწყებთ. 你好，出租车。你好，小伙子，去哪儿？师傅，我去北京大学。好的，上车吧。谢谢。请关门。好的，现在几点了？现在8点。你有课吗？有，8点半上课。那我们快一点儿。谢谢师傅。学校远吗？不太远。大概20分钟。太好了。你是学生吗？是，我是大学生。学习汉语吗？对，我学习汉语。你的汉语很好。哪里，还可以。到了，在门口停吗？对，就在这里。好的。多少钱？25块。给您钱。谢谢，再见。ოკეი, მოდი ახლა დავიწყოთ თავიდან და გავარჩიოთ ეს ტექსტი, თუ რაზე გვაქვს საუბარი, რაზე საუბრობენ და სხვადასხვა იეროგლიფები რას ნიშნავს. მოდი დავიწყოთ. 你好，出租。你好，你好, რა თქმა უნდა, ესალმება პირველ რიგში. 你好, გამარჯობა. 出租车, მოგეხსენებათ არის ტაქსი. რატომ? ჩუ ზოგადად არის გასვლა, შიგნიდან გარეთ გასვლა, ზუ ქირაობა და ჩ მანქანა. ანუ ძალიან ცუდად რო ვთარგმნოთ, გამოვა რა? გარეთ საქირავებელი გასასვლელი მანქანა. 租车。你好，小伙子，去哪儿？ ოკეი, 小伙子, ახალგაზრდა ბიჭი. 小伙子, 去哪儿? მიდიხარ სად? 去წასვლა, 哪儿? სად? 你好，小伙子，去哪儿? გამარჯობა ახალგაზრდა ბიჭო, სად მიდიხარ? 师傅， მოდი პირველ რიგში შევხედოთ ამ იეროგლიფს. შრფუ, ამას აქვს რამოდენიმე მნიშვნელობა. ერთ-ერთი მნიშვნელობა არის ოსტატი, მასწავლებელი, ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი ცოდნა ან უნარი რაიმე საქმეში. კიდევ გვაქვს მეორე მნიშვნელობა, ხელოსანი ან პროფესიონალი მუშა, ხშირად ასე მიმართავენ მძღოლებს, მექანიკოსებს, მზარეულებს და ასე შემდეგ. 师傅，我去北京大学。北京, პეკინი, 北京大学. მე მივდივარ პეკინის უნივერსიტეტში. 我去北京大学。好的，上车吧。ოკეი, 好的, ოკეიო, კარგიო, 上车吧, დაჯექი მანქანაში. შეგახსენებთ, რომ იეროგლიფი 上车არის მანქანაში დაждომა, ხოლო 下车პირიქით მანქანიდან ჩამოსვლა. 谢谢。谢谢, ალბათ ნაცნობი იეროგლიფი იქნება თქვენთვის და ეს არის მადლობა. 请关门。请, რამოდენიმე მნიშვნელობა აქვს აქ, ამ შემთხვევაში გამოყენებული გვაქვს როგორც გთხოვთ, გეთაყვა, 关门, დაკეტოთ კარი. 请关门, გთხოვთ, დაკეტოთ კარი. 好的，好的, კარგი. 现在几点了？ ვაკვირდებით იეროგლიფს, 现在, ახლა ამ წამს, 几点了, რომელი საათია? 点, ამ შემთხვევაში საათი. 现在几点了, ახლა რომელი საათია? 现在8点。现在8点, ახლა 8 საათია. 你有课吗？ შევხედოთ იეროგლიფს k. k არის გაკვეთილი. მე შემიძლია ვთქვა 我有课, მე მაქვს გაკვეთილი, ან 我没有课, მე არ მაქვს გაკვეთილი. 你有课吗? შენ გააქვს გაკვეთილი? 有，8点半上课。 ოკეი, 有, დათანხმდა, მაქვსო, 8点半, 8 საათსა და კიდე ნახევარზე, ანუ 9 ნახევარზე, 上课, იწყებთ გაკვეთილსო, ანუ გაკვეთილს ვესწრებით ვატარებთო. 那我们快一点儿。 ამ შემთხვევაში ნას ორი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში გვაქვს როგორც მაშინ ჩვენო, quieter, შედარებით ჩქარა ვიყოსო, ცოტა ვიჩქაროთო, quieter ба. 谢谢师傅。谢谢师傅, მადლობა ოსტატო, ან ცდილობიანი მიმართვა მძღოლისთვის. 学校远吗？远, შორი, 学校远吗? უნივერსიტეტის სკოლა შორს არის, ან საგანმანათლებლო დაწესებულება შორს არის? 不太远。不太远, არც თუ ისე შორს არის. 大概20分钟。 ძალიან კარგი იეროგლიფი შეხვდა აქ. დაგაი, რაც ნიშნავს დაახლოებით 20 分钟, 20 წუთი. 20 分钟წუთი. 太好了。太好了, ძალიან კარგია. 你是学生吗？你是学生吗? შენ სტუდენტი ხარ? 你是შენ ხარ学生吗? სტუდენტი? 是，
我是大学生。是，我是大学生。是，კი დათანხმდა 我是მე ვარ 大学生 სტუდენტი. 学习汉语吗？ OK, 学习汉语吗? ჩინური ენა სწავლობ? 对，我学习汉语。对, სწორია, დათანხმება კი, 我学习汉语, მე ჩინური ენა სწავლობ. 你的汉语很好。你的汉语很好, შენი ჩინური ძალიან კარგია. 哪里哪里？ ნალი, ზოგადად ნალი ნიშნავს სად და გამოიყენება კომპლიმენტების დროს, როდესაც ვიღაცა შეგაქეთ, შეგიძლიათ უთხრათ, რომ ვაიმე სად. ნალი, 还可以. ცუდი არ არის, ოკეიაო. 还可以。到了，在门口停吗？ აქ გვაქვს საინტერესო იეროგლიფი დავლა, მოვედით, მივედით,在门口停吗?门口კარების შესასვლელთან,停车მანქანის გაჩერება, კარებთან გავაჩერო? 对，就在这里。对，就在这里. კი, აქ გავაჩეროთ. 好的， OK, 好的. 多少钱？多少钱? რა ღირს? 25块。 25块, 25 იუენი. 给您钱。给你钱, გადლევ თანხას, ანუ გეი, მიცემა钱, თანხა. 谢谢，谢谢, 再见, მადლობა შეხვედრამდე. 再见。 ნახვამდის. 师傅再见。师傅再见. ეს იყო ჩვენი მოკლე ისტორია, რომელიც დაგეხმარება ცალაპარაკო ჩინური ენის კიდევ უკეთ გაუმჯობესებაში. შემდეგ ვიდეოში უფრო საინტერესო მასალას შემოგთავაზებთ, ხოლო თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და კიდევ გინდათ მსგავსი ვიდეოების დადება ან გაგრძელება, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. რაიმე შეკითხვა თუ გექნებათ, შეგიძლიათ მომწეროთ როგორც ჩემს Facebook გვერდზე, ასევე შეგიძლიათ თვითონ ამ ვიდეოს კომენტარებში დაწეროთ თქვენი შეკითხვები და შევეცდებით დროულად გიპასუხოთ. შეხვედრამდე, 再见.